გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მოკლედ დასრულდა ირანში რევოლუცია. ისე ვისია სიტუაცია, როგორც მანამდე იყო უწინ და რაც მთავარია საქართველოში ქართველი ლიბერალები დაწყნარდა. მე ძალიან მიგვირს ეს ხალხი რატო ნერვიულობს ხვის ქვეყანაზე. მაგრამ აი ეს წყურიათ რა ეს ფეთქებადი ხასიათის მქონე ხალხი არის აი ეს ომი აი ის წყურიათ ფეიერვერკები მოლოტოვები ეს ცეცხლები უხარიათ რა აი ქვეყნებში რო ხდება ესეთი რაღაცები ამ ადამიანებს უხარიათ არ ვიცი რატო უხარიათ მაგრამ იმდენად უკვე გაუსის ხორცდათ აი ეს სიტუაცია რო აქაც იწყებენ ხოლმე ვიღაცა უცხო ქვეყნის პრობლემებზე საუბარს. ჯერ ჩვენ ქვეყანაში ხო საერთოდ ზედამთვარე ამოგვდის ისეთ გვაქვს დალაგებული პრობლემები. ზოგადად მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემს ორ სიტყვას ირანთან დაკავშირებით. ერთ გონია რომ ფიქრობს ხოლმე რავი მე მარტო არა კიდე აი სხვადასხვა ბლოგერები არიან ნორმალურად მოაზროვნე ბლოგერები და მოსაუბრე ხალხი რომ ამ ირანში რაც ხდება არ არის სწორი და იძახიან რომ მართული პროცესი არის და დადგმულია ყველაფერი ამერიკული სპეცსამსახურების მხრიდან. რა თქმა უნდა მეც ვეთანხმები და მეც მასე მგონია იმიტომ რომ აბა იარაღი საიდან გაუჩნდა იმ ხალხს მე ჩემამდე არ დადის. მე ეჭვება რომ მან ვიღაცის ხელი არ იყოს ჩარეული და ეს რაღაც სულიდან ამოძახილი იყოს და თავისუფლების ყიჟინით იყოს ეს ყველაფერი გაკეთებული მე ძალიან მეეჭვება და ზოგადად არ უნდა შეცდეს იმაში ვინმე რომ მე ან სხვა ვისაც ირანში არეულობა არ აწყობს ვარ ირანის მხარდამჭერი, ირანის სახელმწიფოს მხარდამჭერი. მე პირადად და კიდე სხვა ნორმალურად მოაზროვნე ქართველს ირანი მაგრად ფეხებზე გკიდინა რა კაროჩი რა. ირანში რა იქნება მაგრად ფეხებზე გკიდინა. მაგრამ არ კიდია ერთი რაღაცა ფეხებზე. იქ ომი, რაც გამოიწვევს ტოლვილების მოზღვავებას კიდევ და კიდევ საქართველოში. აი რაც გამოიწვევს აი ამ პრობლემაზე კიდე დამატებით სამჯერ მეტ პრობლემას. აქედან გამომდინარე არის რომ მე პირობითად არ მაწყობს ირანში არეულობა. ვისაწყობს ირანში არეულობა არ ვიცი, გარდა ლიბერალებისა, სხვა მხარეს, მაგრამ მე პირადად არ მაწყობს და კიდე სხვა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებს. ეს არის რაღაც გეოგრაფიული პოლიტიკა, ხო? რომელიღაცა ქვეყნები ჩვენს ირგვლივ, რომლებიც სამეზობლოში ყავს, უახლოეს სამეზობლოში, აბალანსებენ ერთი მეორეს. რაღაც ლოიალური თუნდაც პოლიტიკით. ზოგს რუსეთთან აქვს ნორმალური ურთიერთობა. ისი არა, ის საქართველო რო არის გაფარჩაკებული ყველასთან მაგალითად მასე არა და რო ლავირებს ვითომ მთელი ცხოვრება. მაგ ლავირებამ გამოიღო ის შედეგი, რაც დღესაო საქართველოში რო არავისთან არ აქვს ნორმალურად დალაგებული ურთიერთობა. არავისთან საერთოდ, არავისთან და ეს არის უდიდესი პრობლემა, რასაც ვიმკით დღეს. არც რუსეთთან, არც თურქეთთან, არც იმასთან, არც თურქეთთან კი დალაგებული გვაქვს. ოღონდ უკანალის მიცემითა გვაქვს დალაგებული ურთიერთობა. ნუ ევროპასთან და იქით ხო საერთოდ საუბარი ზედმეტი არის, იმიტომ რომ საქართველოში ყავს ისეთი დებილი პოლიტიკოსები და ისეთი დებილი აზროვნების მქონე თუნდაც დიპლომატები, რომ არ ვიცი ეს ქვეყანა სადამდე გაკაჩავს, აი ესე ბრჭყალებში და მშვიდობით
მე არ ვიცი, არ ამგონია რომ დიდი ხანი გაკაჩოს, მაგრამ ღმერთმა ქნას დიდი ხანი გაგვაკაჩინოს, ოღონდ აი ამათ ხელში არა. ამათ ხელში არა. აი რა უნდა აი ლიბერალებს არ გაწუხებთ სინდისი და ნამუსი, მაინც. ერთი შეკითხვა მაქვს, როგორ არ გაწუხებთ ნამუსი, როცა ევროპა თვითონ იძახის, ეხლა რომ რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ. როგორ არ გაწუხებთ სინდისი და ნამუსი, ამდენი ხანი 2000, რა ვიცი, მიშას მოსვლის მერე და მიშამდე რომ მთლიანად ქადაგებდით რომ ევროპის ნაწილია საქართველო, ევროპაში და ნატოში უნდა შევიდეს საქართველო და ბლა 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 და რაღაცა სისულელებს რომ ლაპარაკობდით. როგორ არ გაწუხებთ ნამუსი და სინდისი და როგორ არ გესიზმრებათ იმ ქართველი გვამების სახეები ISAF-ის მისიაში რომ ჩაახოცინეთ ამერიკის ვითომ დემოკრატიულობის მიზნით. თქვენ ვირიშვილებო მართლა და თქვენ ძახლის შვილებო, აი როგორ არ გეწვით მიწა, რომ დღეს ევროპა გამოდის და იძახის რომ ჩვენო რუსეთთანაც უნდა დავლაგდეთ, მე მგონი კარგი იდეა იქნება. გამოდის ამერიკა და ნატოს წევრ ქვეყანას, რა ვიცი, ემუქრება ანექსიით და იმით, რა ქვია, აღებით, რა ვიცი, შემოერთებით ემუქრება. არო, აი ესეთი ამან დახუპა საქართველო, ამ ყველაფერმა დახუპა საქართველო, რომ აქ ვართ მოსულები ჩვენ. აქ რო ვართ მოსულები, ამ ლიბერალებმა დახუპეს საქართველო, რომ ევროპასთან ნორმალური ურთიერთობა რო არა გვაქვს, დიპლომატიური, აი რა ვიცი, აი ქართული ურთიერთობა რო არა გვაქვს ევროპასთან. ევროპას მე ესე მიმაჩნია და ყველა სხვა ქვეყანას უნდა ვესაუბრებოდეთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. მაგათი ინტერესებიდან გამომდინარე არა. კი, რაღაცა ინტერესიც აქვთ, რა თქმა უნდა, ქვეყანა ისე შენ არ დაგილაგდება და შენთან არ მოვა, თუ მას შენთან რაიმე ინტერესი არ გააჩნია, მაგრამ თუ არსებობს რაღაცა ზღვარი მისი მხრიდან ინტერესებისა, ხო? და არის რაღაცები, რაც უნდა დავთმოთ და ბატონო ხელმა ხელი დაბანოს, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც არაფერი არ უნდა დავთმოთ. ეს რაღაცეები და რაღაცა არის საქართველო და ქართული მომავალი. ევროპული და რაღაცა ენა რო გადაგვიგვარეს აქ და ქართულიც რო დაავიწყდა ხალხს და ბავშვები, პატარა თოთო ბავშვები ინგლისურად ლაპარაკობენ. ბიჭო, თოთო ბავშვები კი არა, 5 წლის ბავშვები ლაპარაკობენ ინგლისურად. Hello და bye bye იციან და რაღაცა ისინი იციან სიტყვები რა ნიშნავს. ხო. არ ვიცი, აი ამ სიტუაციაში არის კიდევ და კიდევ საქართველო, როგორც ყოველთვის არ იცვლება აქ მიგრანტების ჯეჯილაობა და გაჯეჯილი სიტუაცია და ძალიან მეზიზღებით ქართველი გოგოები და ბოზები ხართ სულ ყველა, ვინც აი მაგ არაბებს გვერდში ეკარებთ. ბოზები ხართ სულ ყველა, ბოზები, გამყიდველი ბოზები, ერთი ადგილის გამყიდველი ბოზები ხართ. ერთი ადგილი გამყიდველის ბოზები. ყველა ვინც აი მაგ ნაბიჭვარ არაბებთან ერთად დაგულაობთ, რა ვიცი, ერთ ადგილს აძლევთ და რავი, ერთ ამბავში. თქვენ არა ხართ ქართველები რა, თქვენ არა ხართ ქართველები, თქვენ ახართ კიკუები. დათა თუთაშკიაში კიკურო გამორბის. აი ზუსტად ეგ ახართ. აბა კარგად იყავით ხალხო, შემართება გქონდეს ღმერთი ჩვენსკენ. მრავალ ნათლისღებას დავეცროთ, უფალი ფარავდეს საქართველოს და ჩვენი პატრიარქი ილია მეორე გააძლიეროს ღმერთმა, მისცეს, რა ვიცი, ჯანი და ქადაგება ქართველი
ხალხის სა. კარგად.